ისე ტესტირებას ვიკეთებთ ვაქცინაციებს, გრიპის საწინააღმდეგოს. მოჩენის შემთხვევაში ჩვენ ვიგებთ 250 პაკეტებს და მეხმარებით წარმოვიდგა პირველი ეტაპში ჭიქონდა წყალტუბოში და ასე უნდა რომ დიდი იმერეთის რეგიონი მოიცვა. მეორე დღეა იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს აფხაზეთის მთავრობის მიერ დაორგანიზებული აქცია, რაც გულისხმობს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უფასო ტესტირებას COVID პანდემიასთან მიმართებაში და გარდა ამისა მიმდინარეობს მედიკამენტებით უზრუნველყოფა იმ ბენეფიციარების, რომლებიც ტესტირების შედეგად აღმოჩნდებიან COVID დადებითები. ამასთან ხორციელდება იმ სახელმწიფო პოლიტიკის იმპლემენტაცია, რაც არის დაკავშირებული სეზონური გრიპის ვაქცინაციასთან. დღეს ქუთაისში დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრში იმუნიზაციისა და COVID პანდემიასთან დაკავშირებით უფასო ტესტირების აქცია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული გახდა აფხაზეთის მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ჩვენ თვითმმართველობაც, რა თქმა უნდა, დღეს ვიმყოფებით აქ, რათა დავუდგეთ ჩვენ დევნილებს და შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მოხდეს კოლექტიურ დასახლებებში როგორც პანდემიის, ასევე გრიპის გავრცელება და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული სახის აქციები ჩვენ შევძლებ ჩვენი თანაქალაქელების ჯანმრთელობის გაფრთხილებას, ასევე მინდა ვისადგებლოთ შემთხვევები და მოვუწოდოთ ჩვენს თანაქალაქელებს, რომ დავიცვათ რეგულაციები, გამოვიყენოთ პირბადე და შევეცადოთ, რომ აღნიშნული გამოწვევები უფრო უთქმელოდ და ჯანმრთელად გადავიდეთ.